ობიექტივის ტელე და რადიო ეთერს დედოფლის წყაროს საათი იკავებს. მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ და მომდენო 1 საათის განმავლობაში დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრებთ. დედოფლის წყაროში დაბადებული და გაზრდილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პირველი პირი გახდება, გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით დედოფლის წყაროელებს. ახლა კი დედოფლის წყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დედოფლის წყაროში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ დედოფლის წყაროში მყოფმა კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა. ამჯერად უკვე დასახელდა სავარაუდო თარიღი, რომლის თანახმადაც უწმინდესის დედოფლის წყაროში ვიზიტი ნოემბრის დასაწყისში იგეგმება. ქორეპისკოპოსის თქმით, ილია მეორე დედოფლის წყაროში ჩავა და სოფელ სამთაწყაროს მოინახულებს. პატრიარქი გასულ თვეებში ამ სოფლებში არსებული რელიგიური კონფლიქტის დეტალებს ადგილზე გაეცნობა და ინგილოებითა და აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ საზღვრისპირა სოფელში ქრისტიანული ტაძრის მშენებლობის ადგილს მოინახულებს. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ მეუფე იაკობი და ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი სოფელ სამთაწყაროში პირადად ჩავიდნენ და მუსლიმური სამლოცველოს მოპირდაპირედ მცხოვრებ ფირუზ ჯაიანის ოჯახს ესტუმრნენ. ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკ ხაჩიძის გადაწყვეტილებით დედოფლის წყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე ახლახანს ამ სოფელში გადაიყვანეს. მაშასე დაუბრუნდეთ საპრეზიდენტო არჩევნებს და მის შედეგებს. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის იმიჯის წყალობით დედოფლის წყარო მეორე ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით, სადაც ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველაზე მაღალი საპრეზიდენტო პროცენტები დააგროვა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ სპეციალური რეპორტაჟი, რომელიც ასახავს არჩევნების მიმდინარეობას დედოფლის წყაროს საარჩევნო ოლქში და ასევე ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ ამ რეპორტაჟის საშუალებით გავეცნოთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. საჩხერე 95%, დედოფლის წყარო 80%. გიორგი მარგველაშვილს ყველაზე დიდი მხარდაჭერა საჩხერის და დედოფლის წყაროს ოლქებში გამოუცხადეს. დედოფლის წყარო ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა, სადაც ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა კახეთის მასშტაბით ყველაზე მაღალი პროცენტი მიიღო. ოფიციალური მონაცემებით დედოფლის წყაროში მარგველაშვილს ამომრჩეველთა 79,29% მიესედმა დაუჭირა მხარე, რაც საბოლოო ჯამში 9755 ამომრჩეველია. დედოფლის წყაროს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 53,24% შეადგინა. დედოფლის წყაროს საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ექსცესების გარეშე დაამტკიცა. 30 ოქტომბრის ხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით ბუჭუკური უძღვებოდა. დავით ბაქრაძემ 11,14% 1442 ხმა, ხოლო ნინო ბურჯანაძემ 4,6% 565 ხმა მიიღო. ბათილად გამოცხადდა 145 ბიულეტენი. ხდომას არ დასწრებია კომისიაში ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ყოჩიაშვილი. არჩევნების პროცესს დადებითად აფასებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები. სხვა არჩევნებთან შედარებით ნამდვილად 7 და მოწესრიგებული არჩევნები იყო. ყველა კანდიდატს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა და ეწარმოებინა კამპანია თავისუფლად და ამისთვის არანაირი ხელისშემშლელი გარემო არ არსებობდა. რაც შეეხება დარღვევებს, ფაქტიურად დაფიქსირებული იყო პროცედურული დარღვევები და საარჩევნო კომისიებმა იმუშავეს მაქსიმალურად ორგანიზებულად და ეს დარღვევები, პროცედურული დარღვევები აღმოფრეს მომენტალურად. ოლქში შემოსულ საჩივრებს აქაც რა თქმა უნდა ჰქონდა ორი საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევას შეეხებოდა და აქედან გამომდინარე არ იყო ესეთი სერიოზული მნიშვნელობის, რომ რაიმე არჩევნების შედეგზე რაიმე გავლენა მოეხდინა. დღეს დავწერეთ შემაჯამებელი ოქმი, ყველა კომისიის წევრი დაეთანხმა რა თქმა უნდა იმ მონაცემების დადგა და შემიძლია გითხრათ, რომ დედოფლის წყაროში ჩატარდა ერთ-ერთი სანიმუშო არჩევანი. 53%-მდე იყო ამორჩეველთა აქტივობა, მაგრამ კანონმდებლობით არ არის არანაირი ნორმა აუცილებელი, რომ იყოს უფრო მეტი ან უფრო ნაკლები.
დილის საათებში იყო ესეთი ნორმალური მსვლელობა ამ მრჩევლებისა. მე უკვე შეწყდა ნაკადი, ანუ არ იყო ძალიან აქტიური. ანუ ჩემი თვალსაზრისიდან გამომდინარე, მე ეგ მინდა ვთქვა, არ იყო ძალიან აქტიური. ანუ გარემო იყო ძალიან მშვიდი, ძალიან. ხანდახან მავიწყდებოდა რომ არჩევნებში ვარ. ისეთი საჩივრები არ იყო, რომ რაღაც შედეგებზე გავლენა მოახდინოს ელემენტარული პატარა, ანუ მე წეგანაცემ აღნიშნე, რომ ისეთი საჩივრები იყო, რომ არ არსებობს რა, რომ არჩევნები ეგეთ პატარა რაღაც საჩივრები არ ყოფილიყო. წინა არჩევნებზე ზეწოლის ფაქტებიც უამრავი დავაფიქსირე, მოსყიდვები, ანუ მოსახლეობა იყო ტერორის ქვეშ. ეხლა ნამდვილად ასეთი ფაქტები არც ერთი არ დამიფიქსირებია. მოლოდინები რა თქმა უნდა იყო კარგი, ველოდებოდით ყველაფერს კარგს და შედეგიც სახეზეა, თუმცა უკეთესი ყოველთვის არსებობს, შესაძლებელი იყო უკეთესიც, მაგრამ საკმაოდ წარმატებული არჩევნები ჩატარდა მთლიანი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით დედოფლის წყაროში. მადლობას მოვახსენებ ყველა მომრჩეველს, რომელმაც ასე გულმოდგინებით, ნებისყოფით, სიმშვიდით და განსაკუთრებით აქტიურობით ჩაატარეს ეს არჩევნები. ყველა იმ ადამიანს, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ არჩევნებში, ამ რაიონზე საკმაოდ სიკეთე წამოვიდა, მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, ხალხმა დაინახა ეს ყველაფერი და გამოხატა კიდევაც თავის მეორე ადგილი, რა თქმა უნდა, საკმაოდ წარმატებაა და ყველა გახარებულია ამ მონაცემებით, განსაკუთრებით, როდესაც მთავრობაში საკმაოდ წარმატებული ადამიანები ყავს დედოფლის წყაროს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება საკმაოდ შვიდგარემოში ჩატარდა. განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან არანაირი ზეწოლა, არანაირი თვითონ ხალხსაც აისახა ეს ყველაფერი, ხალხის სახეზე იგრძნობოდა თავისუფალი ნება. ყველა ხალისით მიდიოდა, აფიქსირებდა თავის ხმას. განსაკუთრებით მინდა აღნიშნო პოლიციის როლი ამ არჩევნებში, რომელიც თითქმის ერთ-ერთი პოლიციელი შემხვდა არჩევნების დღეს და ესე მითხრა, რომ 2-3 თვის განმავლობაში არჩევნების პერიოდში ჩვენთვის იყო ტანჯვა. ეს არჩევნო პერიოდი და ისე გადის ეს არჩევნები, რომ ვერც კი ვიგებთ ჩვენ როლს მრავალი გოგისრი ამ არჩევნებში, ისე შვიდად და საპრეზიდენტო არჩევნები დედოფლის წყაროში ნამდვილად ჩატარდა დემოკრატიულად. სხვა არჩევნებთან შედარებით, როდესაც მაგალითად ჩარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, ზეწოლები, შიშის ქვეშ, მუქარების ქვეშ, დაშინებები, შანტაჟი, თვითონ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებზე იყო ცემის ფაქტები და სხვადასხვა დაშინებები, ასეთი რაღაცა მე ნამდვილად არ ამსმენია. კონტაქტი მქონდა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან, საზოგადოებასთან, ხალხის წარმომადგენლებთან და ნამდვილად ესეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა რაიონში. რაც შეეხება პროტესტს, თუნდაც ბურჯანაძის პარტიის და თუნდაც ლეიბორისტული პარტიის პროტესტს, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს საფუძველს მოკლებული არის. ჩვენს რაიონზე ვლაპარაკობ პირადად მე. ჩვენი რაიონის ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი, ვინც ყავს რაიონში, უნდა ითქვას, რომ შესაბამის მუშაობას, როგორი შესაბამისი მუშაობაც ჩაატარდა, შესაბამისი შედეგიც დაიდო. ასევე უნდა ითქვას ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებზე, რა მუშაობაც გასწიეს რაიონში, ის შედეგებიც დადეს. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მეორე ადგილზე გასვლას, რა თქმა უნდა, პირადად მეც არ მივესალმები და არ არის სასურველი, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს ნაციონალურ ბანდას და რომელიც არის დამნაშავე პარტია, რომლის ყველა მაღალჩინოსანი აბსოლუტურად უნდა იყოს დასჯილი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სასაცილო და ძალიან ამაზრზენი ფაქტი. ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო. ეს მიმაჩნია, რომ ძირითადად გამოიწვია ოცნების შემწყნარებულმა პოლიტიკამ ნაციონალების მიმართ, ასევე მათი მეორე ადგილზე გასვლა გამოიწვია იმან, რომ ნაციონალები მუშაობენ მობილიზებულად, პირადად აი დედოფლის წყაროში მე რამდენადაც ვხედავ და უყურებ მათ, ძალიან მობილიზებულად, ძალიან ორგანიზებულად მუშაობდნენ და ხალხთან დიდი აგიტაცია, პროპაგანდა ჩაატარეს და თავიანთი მხარდამჭერები მათ შეინარჩუნეს. როგორ შეიძლება რომ ნაციონალური მოძრაობა
მოგვევლინოს როგორც ოპოზიცია და როგორც მეორე ძალა ქვეყანაში. ეს არის ძალიან ამაზენი ფაქტი და ამაზე რა თქმა უნდა მოსახლეობის განწყობა უარყოფითად აისახება ეს და ჩვენ არჩევნები დავიწყეთ არათანაბარ პირობებში. მთავრობამ არ მოგცა საშუალება ჩაგვიტარებინა ნორმალური არჩევნები. ჯერ თავიდან კაზიც ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილს რომ კანონი არ ვარგოდა საქართველოში საარჩევნო კოდექსი, ის კოდექსი არ შეგვიცვალა. პლუს ამას ახალმა მთავრობამ ისიც დაამატა რომ ჩვენ უბნებზე არ დაგვიშვა. მე არათანაბარ პირობებში ჩავატარეთ იმაში განსხვავებით კიდევ რომ საერთოდ არ ქონდა უფასო რეკლამა, არაფერი არ მოგწია, არაფრის საშუალება არ მოგცეს და ჩვენ იმის ფული არ გვაქვს რომ ზედმეტად ვიხადოთ და ვამდიდროთ ტელევიზიები. და მე ერთიც ვიცი რომ საერთოდ მოსახლეობამ ერთი რამე უნდა გაიგოს. პოლიტიკოსი რომელიც ფულს ხარჯავს, მე იმ ფულის ამოღებაზე ფიქრობს. ამიტომ ჯობია რომ არავინ არაფერი არ მისცე და არავინ არ იყოს ვალში მათთან. ჩვეულებრივი სიმშვიდე წარიმართა, ჩვეულებრივად პოლიციურ რეჟიმში წარიმართა, ჩვეულებრივად მოსახლეობა წინა საარჩევნო კამპანიის დროსაც აფრთხილებდნენ რომ არ შეგხვედროდნენ. როდესაც შალვა ნათელაშვილი იყო ჩამბრძანებული ახეთ საერთოდ ჩვენთან რაიონში არ შეხვდა. მე ხომ მაგას ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ დედოფლის წყაროელი მოსახლეობას მთიულებს არ უნდა თავიანთი სისხლის და ხორცის ნახვა აქ. თუნდაც ავიხილოთ აი აქვეა ხევსურების უბანი, სადაც სახლები ენგრევათ. იგივე ბიზნესმენები უნგრევენ, ვინც ახლა ამ მთავრობაშია მოკალათებული. მე ვერ წარმომიდგენია ახლა აქ მარგველაშვილმა გაიმარჯვა დედოფლის წყაროს ძირძო ქიზიყში და ნათელაშვილმა ვერა. აი ეს ჩემთვის მიუღებელია და ეს ჩემთვის გაუგებარია. იმიტომ რომ შალვა ნათელაშვილს ყველა იცნობს, როგორც კაცს, როგორც კარგ მეოჯახეს, ვაშკაც კაცს და ვაშკაც პოლიტიკოსი. იგი განათლებითაც პოლიტიკოსია და ახლა ზოგიერთი მოსახლე, ზოგიერთ საარჩევნო კამპანიების დროს მარგველაშვილზე ასეთ რაღაც საკეთებენ. ისწავლისო. სწავლა მოდით ინსტიტუტებში გააგრძელონ და შემდგომში როცა ისწავლიან, მერე მოვიდნენ პოლიტიკაში. და ასეთი პოლიტიკოსები ჩვენ გვყავს, რომელსაც იციან მართვა ქვეყნის და რომელიც მართლა პოლიტიკოსები არიან. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ დედოფლის წყაროს საათს. შეგახსენებთ, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა დედოფლის წყაროში ხმების 80% მოაგროვა, ქვეყნის მასშტაბით დედოფლის წყარო მეორე ადგილზე გავიდა. ახლა კი სხვა ინფორმაციების შესახებ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში სკოლის 15 მოსწავლე მოიწამლა, მათი ნაწილი თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. დეტალების დასაზუსტებლად მე გადაცემის დაწყებამდე დედოფლის წყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელს ხათუნა აგლაძეს და სოფლის რწმუნებულს ვესაუბრე. ისინი ამბობენ, რომ მათ კვებითი ინტოქსიკაცია არ მიუღიათ. ხათუნა აგლაძის განმარტებით მოზარდებს მხოლოდ მწვავე ვირუსული ინფექცია აღენიშნებათ და სერიოზულ გართულებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა ორი მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში იაშვილისა და ჟვანიას სახელობის კლინიკებში გადაიყვანა. დედოფლის წყაროს საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა და საგანგაშო არაფერი ყოფილა. ამ დროისთვის ყველა მოზარდი საკუთარ სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. ახლა კი ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე გადავიდეთ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი, თუმცა მანამდე ჩვენ მომზადებული გვაქვს სპეციალური რეპორტაჟი. ქართული ცხვრის ექსპორტი კრიზისშია. ვნახოთ ახლა ეს ვიდეო და სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. არაბულ ქვეყნებში წელს ქართული ცხვრის ექსპორტი შეწყდა. არაბები, რომლებიც ქართული ცხვრის ყველაზე დიდი ექსპორტიორები და გურმანები იყვნენ, ამჯერად საქართველოში ცხვრის შეძენაზე უარს აცხადებენ. არადა გასულ წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ცხვარი სწორედ არაბებმა იყიდეს. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის ბექა გონაშვილის განცხადებით, 2012 წელს არაბულ ქვეყნებში 80,000 სული ცხვარი გავიდა. როგორც საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციაში განმარტავენ, არაბების მიერ ქართულ ცხვარზე უარის ტკბის მთავარი მიზეზი მაღალი ფასია. წელს ჩვენი ქვეყანა ძირითადად რუმინეთმა და მოლდოვეთმა ჩაანაცვლა, სადაც არაბებმა ცხვარს შედარებით დაბალ ფასში მიაგნეს. საქართველოში ცხვარზე ფასი უკვე დაეცა, თუმცა არაბები მაინც არ ჩანან. წლუვფეხა პირუტყვის კიდევ უფრო გაიაფების შემთხვევაშიც კი ქართველი გლეხი თვითღირებულების დაფარვასაც ვეღარ შეძლებს. ასეთ პირობებში კი გლეხი იძულებულია თანხის დაზოგვის მიზნით ცხვარს ზოგიერთი ვაქცინაცია დააკლოს, რაც საბოლოო ჯამში პირუტყვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ეს გადასახადებია უწეს ძალიან. ამას ვერ გადავიხდით. თაშიო 25 ლარიო, ბარში 25 ლარიო.
მაშინ ჩვენ არაფერი არ გვჭირდება და იძულებულებად უნდა გავყიდოთ ეს ხარი. შირაკში გვაქვს ხელშეკრულებით მიწა 400 გექტარი 59 წლიანი. ეხლა ეძახიან რომ რო ვერ ჩამოგვართვეს, ეხლა ეძახიან რომ თქვენი ხელშეკრულება გამოგტავა. ანუ გაუქმეს? რო ვერ გვართმევენ, გადასახადი აგვიწეს და თავისთავად უნდა გავანებოთ თავი. მაგით მოგვიარეს. ამას სიმართლეს ვიტყვი. ვისაც კიდე შეეკითხეთ, ყველა მაგას გეტყვის. შირაკში წყლები გვიწვის, აი რო ჩავალთ. წყლები. წყალი არა გვაქვს მეცხვარეებს. ეს თქვენ გეკუთვნით, ხო? ჩვენ გვეკუთვნის ეს ტერიტორია, ჩვენ გვეკუთვნის. არხი ჩამოდის, არს გვიწყეწავენ აზერბაიჯანელები და ერთი კაცი არ გამომთავრობიდან რომ ის არ ჩაკეტუნის. სპეციალურად ეკეტავენ რომ იქ მიუყვანოვან საკლავი მისცე, თოხლი მისცე, ან ფული მისცე, რაღაცა მისცე რომ გამოუშვა. ამჟამად ქართული ცხვრის ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანში ხორციელდება. ერთი სულის ფასი 150 ლარამდეა. თურქეთს არ სურს ქართული ცხვრის შესყიდვა. ირანმა კი ბრუცელოზით დაავადებული ცხვრის შესყიდვის შემდეგ ატეხილი ხმაურის ფონზე საქართველოსთან ექსპორტი აკრძალა. დანარჩენი ქვეყნები კი მიზეზად ფასის სიძვირეს ასახელებენ. ბექა გონაშვილი ამბობს, რომ საზორების არაადეკვატურად ძვირი გადასახადი ქართველი მეცხვარეებისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება, რის გამოც დარგი სერიოზულ კრიზისშია და ხელისუფლებისგან სერიოზული სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო. საზორების სიძვირე ქართულ ცხვარს საერთაშორისო ბაზარზე არაკონკურენტულს ხდის. ქართული მეცხვარეობის გადასარჩენად საზორებზე გადასახადის შემცირება აუცილებელია. მეცხვარეთა ასოციაციისთვის ამ დრომდე გაურკვეველია რაიონების მიხედვით რა გაანგარიშებით დაწესდა საზორებზე ასეთი გადასახადები. ამას გარდა დიდი პრობლემაა საზორების არასაკმარისი ოდენობა, რის გამოც ჭარბი შედეგად მიწა ეროზირებულია და გაუდავდეობის საფრთხის წინაშე არსებულ ტერიტორიებზე ვითარება კიდევ უფრო რთულდება. გარდა ამისა, საკვების არარსებობის გამო ქართული ცხვარი წონაში გვიან იმატებს. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ სურათს მეცხვარეობის სფეროში არსებული პრობლემათა ჯაჭვქმნის და ვითარების გამოსასწორებლად ხელისუფლებამ კმედითი ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადადგას. ექსპორტის შეწყვეტა და შემცირებაში წინა ხელისუფლების არასწორმა მიდგომამ დიდი როლი ითამაშა. ამდენად ასოციაცია იმედს იტოვებს, რომ ახალი ხელისუფლების ნაბიჯები გაცილებით ეფექტური იქნება და მეცხვარეების შვებას იგრძნობენ. შეგახსენებთ, თქვენ უყურებთ ток-შოუ დედოფლის წყაროს საათს, ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი. მაყურებელს შეუძლია შემოგვიერთდეს დარეკოს გადაცემაში პირდაპირ ეთერის ნომერზე 0322388105 კითხვა დასვას გადაცემის სტუმართან ან საკუთარი მოსაზრება გამოთქვას აი ამ თემასთან დაკავშირებით. მაშასე საღამომშვიდობისა ბექა, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისათვის. საკმაოდ მწვავე პრობლემა უდგათ დღეს ქართულ მეცხვარეებს და ზოგადად ეს სფერო კრიზისშია, უკვე ვახსენეთ, რომ დავიწყოთ გასულ წელს რა ვითარება იყო და წელს გაუარესების მხრივ რა ტენდენცია შეინიშნება. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო საშუალება და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილ ჩვენი მხრისკაც მიულოცო ის რომ მალე გახდება ჩვენი ქვეყნის ლიდერი და უსულო წარმატებები. ამასთან მე მინდა დავამატო რომ ძალიან ბევრი კარგი სასიკეთო ძროები უკვე შეინიშნება დედოფლის წყაროსში ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცოტა სოფლის მეურნეობა უფრო მეტი ინტენსივობით უნდა სოფლმეურნეობას უფრო მეტი ინტენსივობით უნდა შევუწყოთ ხელი დედოფლის წყაროში, ვინაიდან ჩვენთან არის დაახლოებით 80,000-მდე სახნავ-სათესი ტერიტორია და საძოვარი დაახლოებით 100,000, რაც საკმაოდ დიდი ფართობია საქართველოს მასშტაბით და ერთ-ერთი მსხვილი რაიონი შეიძლება ვიყოთ ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. რაც შეეხება ცხვრის ექსპორტს, ცხვრის ექსპორტი 2009 წლიდან მოყოლებული არის ესეთი ინტენსივობით ვითარდებოდა. 2009 წელს საექსპორტო რიცხვმა შეადგინა 266,254 სული. ხოლო მომდევნო წლებში იყო 178,000, შემდეგ იყო 150,000, შაშან დაახლოებით 120,000 სულის ფარგლებში გავიდა საქართველოსთან ექსპორტზე ცხვარი. ეს კლება დამოკიდებული იყო იმაზეც, რომ სუპირვად როდესაც არაბები პირველად შემოვიდნენ საქართველოში, ისინი ყიდულობდნენ ყველა კატეგორიის ცხვარს, ანუ ჩვენ ვიძახით თოხლი, რომელიც არის ახალგაზრდა, რომელიც არის ძირითადი გასაყიდი,
რაოდენობა ისინი ყიდულობდნენ როგორც მამალს, ისე დედალს. თუმცა კი იქ იმ ქვეყნებში უფრო მეტი გასავალი აქვს მამალ საქონელს. მაგრამ ყიდულობდნენ ყველა ტიპის საქონელს, ამასთან ყიდულობდნენ ბებერ სხვასაც, ასე ვთქვათ. ესე ვეძახით, ანუ ის საქონელი, რომელიც უკვე გამოსულია, წუნდებულია და ის უკვე შემდეგ ახალ თაობას ვერ მოგცემს, ანუ ის პრეტენზია შემწყიდველები. კი, ყიდულობდნენ მთლიანად. აქედან გამომდინარე ეს ბუმიც იქიდან გამომდინარე მოხდა დიდი რაოდენობით იყო იმ დროსთვის საქართველოს სხვა და ხომ არ აიწია მაშინ. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საწყისი ფასები იყო სადღაც 45-50 ლარის პარკლებში იყო, რომელიც უკვე წლის ბოლოს უკვე დაახლოებით 150 ლარამდე ავიდა და იმ შემდეგ უკვე ფასები ფაქტიურად მერყევდა 130-დან 170 ლარის პარკლებში. გააჩნია როგორი იყო კონდიცია საქონლის. მაგრამ ამ შემცირების ერთ-ერთი მიზეზიც ისეც იყო, რომ სულ თავიდან, როდესაც იქამდე 2009 წლამდე ჩვენ რეალიზაცია ძალიან გვიჭირდა. და როდესაც ეს საქონელის კლიენტი გამოჩნდა, შესაბამისად ხალხმა დაიწყო ძალიან ბევრმა გაყიდა თავისი საყოელი დედაცხვარიც კი. ბევრმა მოიშორა თავიდან, ბევრი იყო რომ ირეკავდა იმ პერიოდში, რომ აი გამაყიდინე, ვეუბნები რატო გაყიდა მარტო ის, რომელიც არის მართლა გასაყიდე და ახალგაზრდა. და ის დედაცხვარი შეინახე. არა, უნდა გავყიდო, უნდა წავიდე იმაში, საბერძნეთში სამუშაოდ. შესაბამისად მე როგორც გავარკვიე ის ფულის დახარჯეს, რაც გაყიდეს და მე მოჯამაგირეთიდან სხვასთან. ანუ არ იყო, ეს იყო ძალიან ქაოტური იმ პერიოდში, რაზეც ხალხი არ იყო მომზადებული ამისთვის. ხოლო რაც შეეხება წლევანდელ ექსპორტი დაახლოებით სადღაც აგვისტოს მონაცემებით იყო 60,000 სულამდე ექსპორტირებული გასული საქართველოსთან. აქედან ძირითადი რაოდენობა ფაქტობრივად 100% იყო აზერბაიჯანი, აზერბაიჯანმა წაიყვანა ძირითადად, მაგრამ აზერბაიჯანს აქვს თავისი, ანუ ყველა ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა. მოდით ცოტათი ავხსნით ჩვენი ცხრის სპეციფიკას. რატო აინტერესებს თუნდაც არაბებს ან სხვა ქვეყნებს. ჩვენ ცხარი არის დუმიანი, ცხიმკუდიანი ცხარი არის, რომელსაც თუშურზე მაქვს საუბარი, ანუ აღმოსავლეთ საქართველოსაც არის განვითარებული. ეს ცხარი არ არის მომგებიანი როგორც სახორცე, არც მეწველი საქონელი არ არის. ის მომგებიანი არის აი ზუსტად არაბებისთვის, რომლებსაც ეს საქონელი მიყავთ და კლავენ თავიანთ აი ისეთ გარკვეულ დღესასწაულებზე, მაგალითად რამადანზე, ჰაჯი და ასე შემდეგ. როდესაც იქ სხვებს შეწირვა ხდება, ან ასეთი საკლავის დაკლა ხდება სალოცავში და იქ ღირს უკვე ძვირი, იმიტომ რომ ის ვინც უნდა შეწიროს, ის უკვე მზად არის, რომ უფრო მეტი გადაიხადოს ამ საქონელში, ვიდრე შეაფასოს ის მისი საბაზრო ღირებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცხრის ბაზარი დამოკიდებული არის მუსულმანური ქვეყნების დღესასწაულებზე. მაგალითად, მარტო ჰაჯის დღესასწაულზე, რომელიც ოქტომბრის 15-ში გაიმართა მექაში, როდესაც ეს მუსულმანები იკრიბებიან იქ სადღესასწაულოდ, დაიკლა მარტო ავსტრალიიდან შესული 2,700,000 სული ცხარი ერთ დღეში. ასე რომ ჩვენი ცხარი ზღვაში წვეთია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის გაიყიდოს და არ დაგვრჩეს საქართველოში გაუყიდავი. აი შენ ახსენე რომ ფასები გასამაგდა თითქმის და ეს ცოტა მაჩვენებელი არ არის. ისიც ახსენე რომ ბევრმა უდიერად და დაუფიქრებლად გამოიყენა. თუ ჰქონდა დადებითი ძრები თუ გამოიწვია იმან რომ გასამაგდა, რამე შვება თუ იგრძნო ამ სფერომდე. რა თქმა უნდა, შვებაც იგრძნო და ხალხშიც იყო კიდე ისეთი, ანუ ფერმერების ის ნაწილი, რომელიც პირიქით დაინტერესდა უფრო მეტად ამ საქმიანობით და არათუ არ გაყიდა დედალი საქონელი, არამედ მის გამრავლებას მიჰყო ხელი. მაგრამ ყველა რაღაცა კარგ ნავიც, რაღაცა მოყვება ცუდიც, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ წინათ ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა ეს პროცესები და საბოლოოდ ისე მივიღეთ, რომ 2010 წელს ახალი საგადასახადო კოდექსი დადგინდა, რომ მთავრობას შეეძლო განესაზღვრა კონკრეტული რაოდენობის მიხედვით გადასახადები. შესაბამისად მოდი ცალკე შევეხოთ ამ გადასახადებს. არა, მე უბრალოდ მინდა ის სიტუაცია ავხსნა ის სიტუაცია, რომ გადასახადის შემდეგ გაზრდით უკვე ხალხმა ნელა-ნელა დაიწყო ამ რაოდენობების შემცირებაც და რაღაცა ოპტიმალურ რაოდენობაზე დასვლა. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყო დადებითიც, მაგრამ იყო უარყოფითიც აი ამ კუთხით. წელს თუ გამოგხმაურებიან ეს არაბეთის ქვეყნები და
რა პასუხი აქვს, რატომ არ ინტერესდებიან ქართული წყარით? რა თქმა უნდა, გამოხმაურება იყო, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად არის სოფლიოში რამდენიმე ქსელი ინტერნეტში, სადაც ხდება ხოლმე განცხადებების განთავსება და იმის საშუალებით დაკავშირება. პლუს ამას რაღაც გამოცდილება გვაქვს, ვიცნობთ ერთმანეთს, თუნდაც ის ყიდველები და მიკავშირდებიან ხოლმე ხშირად, მაგრამ ჩვენ როდესაც დაიწყო სეზონი ჩვენთან და ფასები შევთავაზეთ, აღმოჩნდა რომ დაახლოებით $1.5-დოლარით მეტ ფასში ვთავაზობდით, ვიდრე უცხოელები ყიდულობდნენ სხვა ქვეყანაში, მაგალითად იგივე რუმინეთი, იგივე ბულგარეთი, იგივე მოლდოვეთი და არ არის მარტო ეს ქვეყნები. ელემენტარულად ვიტყვი, 2 წლის წინ ავსტრალიამ ორჯერ შეზღუდა თავისი საექსპორტო პოტენციალი, ანუ კოტა გამოყო ორჯერ ნაკლები, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა. შესაბამისად, იმ პერიოდში ფასები მსოფლიო ბაზარზე აიწია, ხოლო შემდეგ შარშან კი მათ თლიანად გახსნეს თავიანთი პოტენციალი, ასე რომ მილიონობით სხვარი გამოვიდა ავსტრალიიდან, შესაბამისად მსოფლიო ბაზარზე ფასები დაიწია. სამწუხაროდ ჩვენი გლეხები და ფერმერები ამას ყურადღებას ვერ აქცევენ და ამას ვერ უყურებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ აი მსოფლიო ბაზარზე რა ხდება. არადა სხვარი არის ფაქტიურად ჩვენი საექსპორტო საქონელი არის, ანუ მისი შიდა მოხმარება არ აქვს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ პერიოდისთვის, რა ფასები არის სოფლიოში. აი ამ წუთას რა შეიძლება ითქვას, ვინ ჩაგვანაცვლა ექსპორტის? წერს ჩვენი პირდაპირ კონკურენტები იყვნენ რუმინეთი და მოლდოვეთი, რომლებიც მაგათაც მოლდოვეთი $2.60 ტვირთავდა ცოცხალ წონას გემზე, რაც ძალიან დაბალი ფასია. იგივე ჩვენ მეზობელ სასონხეთში ადგილზეც ცხვარი იყიდებოდა დაახლოებით $2 ცოცხალი კილოგრამი. მაშინ როცა ჩვენთან გამოდის სადღაც $5 ცოცხალი წონა და კიდე უფრო მეტი, შესაბამისად $3 მეტი გამოდის მარტო აქ ადგილზე საყიდელი ფასი. არათუ შემდეგ ის პროცედურები, ვეტერინარული პროცედურები, სისხლის აღება და ამავდროულად. ვიდრე საძორების გადასახად შევეხებით ზოგადად რომ ვთქვათ, ხა ერკვევი კარგად სფეროში და იცი, ვთქვათ, რა ჯდება ქართველ მეცხვარეს, რა უჯდება, ვთქვათ, ერთი სული წყლის შენახვა ერთი სეზონის განმავლობაში. ჩემი გაანგარიშებით და ჩვენი პრაქტიკაში ამას ყოველთვის ვითვლით. ეს არის დაახლოებით 110-115 ლარის ფარგლებში იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი არის უშუალოდ საძოვარი. ანუ თქვენ გაქვთ ნაყიდი სახელმწიფოსგან, თქვენ საკუთრებაშია და თქვენი გადასახადი მიდის პირდაპირ სახელმწიფოში. ანუ თქვათ დამატებით ქირას არის. დამატებით ქირას არის, ანუ არენდაში არ ვიხდი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სხვისგან ქირაობთ, ეს დაახლოებით 130-დან 140-145 ლარზეც კი არის თვითღირებულება. ამიტომ არის რომ შემდეგ უკვე ფერმერები უმეტესობა ჩვენთან ფერმერების იქ ცხოვრობენ, ანუ ფერმებში ცხოვრობენ, თვითონ არიან ამ ყველაფერს და ოჯახში ბავშვების სკოლაშიც კი არ დაყავთ, იქ ცხოვრობენ და ყველანაირად ცდილობენ ეს თავიანთი ყოველდღიური ხარჯები შეამცირონ. და არათუ თავიანთი იქ ცხოვრებით და ოჯახის ჩაბმით თავიანთ საქმიანობაში, არამედ თვითონ მაგალითად ტერიტორიაზე უფრო მეტი საქონლის ყოლით, ვიდრე ეს დასაშვები არის და მათაც კარგად იციან, რომ თქვათ იმ ტერიტორიას არ აქვს იმის პოტენციალი თლიანად გამოყოფოს მათ საქონელი, მაგრამ იძულებულებიან, რომ გადასახადი უფრო ნაკლები დაუჯდეთ. ასევე ეს ხდება ვეტ პრეპარატების და ვეტერინარული ყურადღების და დახმარების ფაქტიურად ამოძირკვით, იმიტომ რომ ბევრი დაავადებას ჩვენი ფერმერები კურნალობენ აი მართლა აი მამაპაპური მეთოდით, რომელიც უკვე აღარ მუშაობს რა, აღარ არის ის ეფექტური და ხშირად უფრო მეტ ზარალს ნახულობენ. ასევე არ არის დამატებით საკვებს არ ხმარობენ, იმიტომ რომ უკვე ძვირი არის და შესაბამისად ზამთარში უკვე საქონელს ძალიან უჭირს, მაგალითად 2 წლის წინ იყო ძალიან ცუდი ზამთარი, 2011 წლის ზამთარი, დოლის პერიოდში მე პირადად ვარ შემსწრე რამდენი გორების დახოცილი საქონლისა. დედაცხვარი რო კვდება, მე იმას ბატკანიც მიყვება. შესაბამისად, აი მე ვიცი ხალხი, რომლებიც დაახლოებით 40-45% დაეხოცათ ბატკნის. გადასახადებს მინდა დავუბრუნდე, რატომ მიგაჩნიათ რომ არის საძორების გადასახადი არაადეკვატური და
როგორ წარმოგიდგენიათ მისი დარეგულირება? ჯერ პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ არ არის არანაირი კვლევა, არც მე ვიცი და არც ამდენი ხნის განმავლობაში ვინმესგან გამიგია, რომ რაიმე კვლევა ჩატარებული იყო, როდესაც ეს გადასახადები იზრდებოდა. მოდით, ნუ ავიღოთ მარტო საძოვრის გადასახადს. შევეხოთ აი კომპლექსურად მიწის გადასახადს, ხო? მიწის გადასახადი არის ადგილობრივი გადასახადი, ანუ მიდის ადგილობრივ ბიუჯეტში. იგივე ქონების გადასახადია. კოდექსმა განსაზღვრა, რომ აძლევს მთავრობას უფლებას, მთავრობამ განსაზღვროს კონკრეტული რაიონების მიხედვით გადასახადები, ხოლო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ ამ გადასახადების მხოლოდ გარკვეული დოზით მომატება. შემცირება არ შეუძლიათ. შესაბამისად, ეს მთავრობას სხვათა შორის ეს დადგენილება და ეს თანხები რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ მე გეტყვით, რომ ძირითადად ეს არის, ესე იგი, სახნავზე წირ მიწაზე 67 ლარი, ხოლო კარგ მიწაზე არის 87 ლარი. მაგრამ სამწუხაროდ არც კოდექსში, არც ამ დადგენილებაში, არც რაიმე ფორმით არ არსებობს რაიმე წესი დადგენილი, რომელიც განსაზღვრავს ვინ ან რა სტრუქტურამ, ან რა პროცედურებით უნდა განსაზღვროთ ჩვენ, რომელია მწირი მიწა და რომელია კარგი მიწა. შესაბამისად, ეხლა გადასახადი რომ მოდის, ყველა ვიხდით ჩვეულებრივად 87 ლარს. ამ 87 ლარს იხდის როგორც სიტუაცია შირაკში, რომ ვიღაცას მიწის ნაკვეთი აქვს და ის ყველა მთელმა საქართველოს რომ შირაკი კარგი მიწებია, ისევ იხდის როგორც სიტუაცია ტარიბანაში ან ელდარში ან სადღაც ისე ტერიტორიაზე, სადაც საერთოდ 4-5 წელიწადში ერთხელ მოდის მოსავალი. რამდენჯერ მოხდა გადასახადის გაზრდა საძოვრებთან მიმართ? იყო შირაკში, მე როგორც ბოლოს მახსოვს, ის იყო 48 ლარი. და გახდა 87. ხოლო ტარიბანა მაგალითად რომელსაც ამ წარეწყალი ჩვენ დედოფლისწყაროელი ამას კარგად გაიგებენ ამ რა ტერიტორიებზე მაქვს საუბარი ამ ტერიტორიებზე იყო 14 ლარი 24 ლარი და გახდა ისე 87 ლარი კაი შეიძლება შირაკში დავტოვოთ ეს გადასახადი მაგრამ იქ მაინც განსაზღვროთ რომ ეს მეტია იგივე არის საძოვრებზე საძოვარზე იყო 3 ლარი გადასახადი და გახდა 15 ლარი ანუ მე ძალიან მოკლედ და ისე აღიხსნით. 1 გექტარზე უნდა იყოს 1 სული ცხვარი. აი ზოგადად რო ავიღოთ ეს ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელი ნორმით. შესაბამისად, ეხლა გამოდის რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს სადღაც დაახლოებით 250,000 გექტარი საძოვარი და გვყავს დაახლოებით 700,000 სული ცხვარი. შესაბამისად, უკვე გამოდის რომ 1 გექტარზე გვყავს 3-4 ცხვარი, ზედმეტია. ამიტომ ხდება ჩვენსკენ განსაკუთრებით დედოფლისწყაროს და სიღნაღის გვაწუხებს ეს გაუდაბნოების პრობლემა. ანუ ზამთრის საძოვრებზე ცხვარი იმყოფება აი ახლა ოქტომბრიდან, ნოემბრიდან დაახლოებით აპრილ-მაისის თვემდე. ანუ გაზაფხულზე, როდესაც ვეგეტაციის პერიოდი აქვს მცენარეს, იმ პერიოდში ეს ცხვარი იქ არის, იმას ჭამს და ფეხით თელავს. და რაც უფრო მეტი ცხვარი არის იმ ერთ რაღაც კონკრეტულ ტერიტორიაზე, უფრო მეტი ფეხით თელავს ამ ღალატს. შესაბამისად, ვეღარ იზრდება და უფრო ხრიოკდება ჩვენი მხარე. შესაბამისად, არავის არ დაუთვლია, რომ რატო უნდა გამხდარიყო 3 ლარიდან 15 ლარამდე. უბრალოდ რა იყო, იცით, აი მოხდა, როგორც ახლა თქვენ თქვით, რომ სამჯერ გაიზარდა ცხვრის ფასი. აი ესე გაისმა ქვეყანაში, რომ სამჯერ გაიზარდა ცხვრის ფასი და რატომ არ უნდა გაიზარდოს სამჯერ თუ არა 5ჯერ მაინც მიწის გადასახადი. შესაბამისად გაიზარდა და აი სამწუხაროდ ეს ძალიან დიდი პრობლემაა თქვენთან სიუჟეტშიც ყველა მაგას ჩივის და ყველა მაგას ამბობს, იმიტომ რომ იცით რა არის, შეიძლება მე 15 ლარი გადავიხადო, რახან ჩემი არის, მაგრამ სხვა ფერმერი რომელიც ქირავს, იმას უწევს 45 ლარის გადახდა, 30 ლარის გადახდა. წარმოიდგინეთ ახლა იმის მდგომარეობა 40 ლარია გადასახდელი და 1 ჰექტარზე 1 სული ცხვარი უნდა ყავდეს. აბა როგორღა შეინახავ. აი ის ხარჯი მე რაც თქვენ დაგითვალეთ 140 ლარი კი არა, გავხდება 200 ლარი. კი ბატონო, მაყურებელს შეუძლია შემოგვიერთდეს მსჯელობაში ან კითხვა დასვას გადაცემის სტუმართან ტელეფონის ნომერზე 2388 რეგიონებიდან შეგიძლიათ დარეკოთ კოდით 0322 დარეკეთ, გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ან კითხვა დაუსვით ჩვენი გადაცემის სტუმარს, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი. ბექა ახსენე რომ დაიხოცა ბევრს 45%-მდეც გაუნადგურდა ცხვარი, თუმცა წელსაც შიშობენ რომ რთული ზამთარი იქნება, საძოვრებიც, საკვებიც პრობლემაც რეალურად დგას. მაშინ ძირითადად რა იყო დახოცვის მიზეზი და წელს ამ კუთხით რა საფრთხეებია წლამდელ ზამთარი გვიახლოვდება? მაშინ იყო კაცრი ზამთრის პრობლემა.
წელს ჯერ მკაცრი არ არის, მაგრამ გვალვიანი იყო როგორც გაზაფხული, ისე მთლიანად წლის განმავლობაში. ანუ ბალახი არის. ანუ მიზეზი აქ ერთ და იგივეა, საკვების პრობლემა. ანუ როდესაც იყო ფაქტიურად 3 თვის განმავლობაში თოვლი იდო ჩვენსკენ, შესაბამისად საქონელი ვერ გადიოდა, ვერ ძოვდა და გლეხებს კიდე არ ქონათ მომარაგებული დამატებით საკვები, თქვა ქერი მაგალითად, რომ იმით წახმარებოდნენ და მიეცეთ. დაახლოებით 300 გრამი არის ერთ სულზე დღეში საჭირო, რომ საქონელის დედაცხვარი მაინც იყოს ცოტა ჯანზე და იმიტომ რომ იმას უწევს როგორც მშობიერობის გადატანა, დოლის გადატანა, ისე უწევს გამოყვება ამ ბატკნის სანამ გაზაფხული მოვა, სანამ ბალახი მოვა. იგივე პრობლემა არის დღესდღეობით, იმიტომ რომ ხალხი უკვე თვით საძოვრებზეც კი უკვე ყიდულობს და იყენებს ნაყიდ თივას. შესაბამისად თივის ფასი თუ ღირდა 2.5-3 ლარი, გახდა უკვე 6-7 ლარი. იმიტომ რომ ყოველთვის როცა ასეთი მოთხოვნა არის და ასეთი პრობლემის წინაშე დგება ხოლმე ქვეყანა, ის ხალხი ვინც მე თივაზე მუშაობს და თივას ამზადებს, ისიც თავის ხეირის და სარგებლის ნახვა უნდა და პლუს ამასაც ემატება რომ ხალხი ამ ცხვარს ვერ ყიდის, თავისი ანუ ის ფული არ აქვს რომ გადაიხადოს და შეიძინოს საკვები, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობა. ამას არ ვამბობთ რაღაცა იმის პანიკის ასაწევად და ქვეყანაში რაღაც იმის, მაგრამ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა და დახმარებას უთხოვთ ყველანაირად. აი ამ მძიმე მდგომარეობის შექმნაში, ვთქვათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრალეულობა, ან მცდარი ნაბიჯები თუ გაქვთ წარმოდგენილი, ვთქვათ, აი რამე არასწორი მიდგომა იყო ამ კუთხით. აი ეს პრობლემა, რადგან მე ვისაუბრეთ, რაც ჯერ პირველ რიგში დღესდღეობით გვიდგას, ანუ შორ პერსპექტივაზე არა მაქვს საუბარი. ამაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დადანაშაულება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ბუნების ეს არის მოვლენა, წვიმა, გვალვა და ამ შემდეგ. შესაბამისად ასეთ საკითხში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნამდვილად ვერავინ ვერ დავადანაშაულებთ, არ შეიძლება. პლუს იმას ხა გეტყვით კიდე წერს ჩატარდა საყოველთაო აცრა თურქულში მაგალითად, რომელიც საკმაოდ საშიში დაავადება არის და უფრო კარგი იქნება რომ ამას უფრო სტაბილური სახე მივცეთ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ გარშემო არის ესეთი ქვეყნები, მაგალითად სასუნხეთი, აზერბაიჯანი, იგივე თურქეთი, სადაც ხდება ამ დაავადებების შეიძლება ანუ საშიშროება რომ შემოვიდეს. შესაბამისად ამისგან დაზღვევა ძალიან აუცილებელია ეს. ასევე მე ჩემი ინფორმაციით მომავალ წლიდან სხვადასხვა ესეთ დაავადებებზეც იწყება აცრები. ანუ ამ საკითხებში ჩვენ სოფლის სამინისტროს ნამდვილად ბრალს ვერ დავდეთ, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი. ეს არის პირველ რიგში ის, რომ როგორც ასეთი 2009 წლიდან, როდესაც ცხვარის ექსპორტი გააქტიურდა საქართველოში, არც მაშინ, არც შემდეგ, დღემდე არ დევს არც სამინისტროში, არც სადმე არანაირი დოკუმენტი, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა და რომელი ქვეყნებია ჩვენი პოტენციური ბაზარი, რომელ ქვეყნებთან უნდა გქონდეს ჩვენ ურთიერთობა ცხვრის ექსპორტის გაზრდის მიზნით, გააქტიურების, რა ღონისძიებები გვაქვს ქვეყანაში დასაგეგმი, რა ფასებია, აი იგივე თქვა დღეს იყო რუმინეთი და მოლდოვეთი, ხვალ შეიძლება სხვა ქვეყანა გამოჩნდეს, ხო? ეხლა ჩვენ არა გვაქვს იმის საშუალება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში რაღაცნაირად ისე ვიჯდეთ და რაღაც გლეხი ფერმერი იჯდეს და ინტერნეტში უყურებდეს სად რა ხდება მაგალითად და კითხულობდეს რომ რომელიღაცა ქვეყანაში რა მოხდა და რა ფასებია. ეს შეუძლებელია. ამიტომ ყველანაირად მე მიმაჩნია რომ სამინისტროს თოთ მაგაში უნდა დაგვეხმაროს საერთაშორისო ურთიერთობების გამტკიცებაში. იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად იყო ქვეყნები, მაგალითად ირანის შემთხვევა, რომელიც 2010 წელს მეც გახდით იქ ბატონ ბაკურ გვაზერელთან ერთად ოფიციალური ვიზიტი დავგეგმეთ, ირანში ჩავედით და ვთხოვეთ რომ მოეცათ ნებართვა და საქართველოს შესულიყო ცხვარი. ეს მივახცეთ ჩვენ ამას, მაგრამ იმავე წელს, იმიტომ რომ მოხდა სხვადასხვა 1000-ნაირი ჯგუფების ჩართვა ამ ბიზნესში და ყველა ცხვრის გაყვანა უნდა და ყველა ამ საქმით იყო დაკავებული, სამინისტრო ვეღარ უწევდა კონტროლს, რომ ჯანმრთელი საქონელი აბსოლუტურად შემოწმებული საქონელი დასრულიყო. შესაბამისად სკანდალში, კი, გავადაიზარდა სკანდალში, რა დროსაც ფაქტიურად საქართველოს ძლივს დაიხსნა თავი იმის გამო, რომ სოფლიო კარანტინი, სოფლიო ვეტერინარ ასოციაციის კარანტინი არ დაგედო ქვეყნისთვის. როდესაც ვამბობდი სამინისტროს მიდგომებს, სწორედ ამას გულისხმობდი, როდესაც ამხელა გახმაურებული საქმე იყო გვახსოვს და ამის მერე აიკრძალა, ხო, ამ ქვეყანაში ცხვრის ექსპორტი. ამ კუთხით გასაგებია რომ ამ შემთხვევაში ვერ აკონტროლებდა. საუდის არაბეთიც ასე არის დაკარგული როიცოდეთ რა.
რაიმე გაუთვლელი ნაბიჯები თუ იყო, რამაც გამოიწვია ის, რომ შემდეგში ვეღარ დარეგულირდა ეს საკითხი და თვითნებურად იყო მიშვებული ეს პროცესი. არა, სამწუხაროდ ჯერჯერობით რო გითხრათ ახლა ახალი მთავრობისგან რაღაცა ისეთი სურვილი რომ ფერმერებს ერთად შევხვედროთ და სულ ყველასთან და ერთად გაგვიარეს ჩვენი საკითხები და გვეყენებინა, ჯერ ესეთი არ გქონია. მაგრამ მე გეტყვით ერთ რაღაცას, რა სამწუხაროდ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, ის რომ ვარ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, კი მაქვს უფლება და საშუალებაც მაქვს რომ თვითონ რომელიღაც მინისტრთან შევსულიყავი და მეთქვა ჩვენი პრობლემების შესახებ, მაგრამ როცა საქმეზე დგება, ყველა არის რაღაცნაირად წაუყურებს რა. ანუ ჩვენ ყველანი უნდა ნაბიჯები არ რა თქმა უნდა, აი თუნდაც აი ამ გადასახადის დაწესებაზე, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, თურმე ჩასულან, თუნდაც თუშებთან ახმეტაში და უკითხიათ, რომ აიო გადასახადი უნდა მოვამატოთ და რა. არავის კაციშვილი არ ყოფილა იქ ისეთი რომ ვიღაცას ამდღარიყო და დაეთვალა რომ ხალხო აი ეს არის ჩვენი ხარჯები და აბა მოდით ეხლა თქვენ და თქვენ აკეთეთ ეს საქმე. ანუ იცით რა არის ცოტა ესეთი გააქტიურება გჭირდება ამაში ნუ დავდოთ ნურც სახელმწიფოს მარტო ბრალს და ნურც ვიღაცას თუნდაც ყიდოს ან გამყიდოს რა. არა ეს კომბინაციაში უნდა მოხდეს ეს ყველაფრის განხილვა. არსებობენ ახლა მაგალითად ნახარ ზელანდიაში მეცხვარეთა ასოციაცია არის მეცხვარეობის თელიან პოლიტიკას როგორც პოლიტიკას ისე პრაქტიკულ საქმიანობას წარმართავს ქვეყანაში. და ჩვენ საქართველოში არ არის იმაზე საუბარი რომ მაინდა-მაინც ასოციაციაში გავწევრიანთ, უბრალოდ ერთმანეთს იმ დროს მაინც დაუდგეთ გვერდში და ერთად გამოვიდეთ რაღაც პრობლემის წინააღმდეგ, როცა ეს გვჭირდება. ყველას გვეხება გადასახადის პრობლემა, ყველას გვეხება. მეც მეხება იმასაც ეხება, ვისაც 10 სული ყავს და იმასაც ეხება, ვისაც 1000 სული ყავს და 10000 სული ყავს. ყველას ეხება ეს პრობლემა. ეს არის აზერბაიჯანული ეროვნების ქართველი მოქალაქეები, არიან თუშები, არიან ქიზიყელებიც და ავი სულ ვისაც სხვარი ყავს და ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა პრეცედენტი შევქმნათ იმის, რომ ყველამ ერთად გამოვიდეთ და აი ამ პრობლემაზე თუნდაც სახელმწიფოს მოთხოვოთ რაღაცა, მაგრამ ამავე დროს ჩვენც ავიღოთ რაღაც ვალდებულებები, რომ ამას შევასრულებთ. მაყურებელს შეუძლია დარეკოს, შემოგვიერთდეს 0322388105 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი და კითხვა დაუსვას გადაცემის სტუმარს. აი ამ პრობლემებში რამდენად სერიოზულია ვეტერინარების პრობლემა, მათი კომპეტენციის საკითხი, ასევე იმ ადამიანების კომპეტენციის საკითხი, რომლებიც უშუალოდ ცხვარს მწყემსავენ და მათ იგივე მწყემსების კომპეტენცია დაავადებებთან თუ საჭირო პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით. დაახლოებით 2 წლის წინადელი მონაცემებით გეტყვით, რომ საქართველოში ვეტერინარის საშუალო ასაკი იყო 52-54 წელი. ანუ ეს არის კატასტროფა ჩვენი სფეროს განვითარებისათვის. მოკლედ გეტყვით იმ ესე იგი ქრონოლოგიას, როგორც მოხდა საქართველოში, ანუ დღევანდელი მეცხვარეების წარმოშობა და ფერმერების წარმოშობა ამ სფეროში. იყო საბჭოთა კავშირი, იყო კოლექტივის საკუთრება ეს ზღვარი. შესაბამისად, ამ კოლექტივში იყო ვეტექიმიც, იყო ზოოტექნიკოსიც და იყო მწყემსიც. შესაბამისად, ეს მწყემსები არ იყვნენ რაღაცა ვეტერინარული განათლებით ან სპეციალური განათლებით, მათ იცოდნენ ზღვის დამწყემსვა, გაყოლა, გამოყოლა, მოწვევა და ასე შემდეგ. მაგრამ ვეტერინარულ კონტროლს და ზედამხედველობას მაინც უწევდა ამას ვეტექიმი. რო დაიშალა ეს საბჭოთა კავშირი და ხალხმა რო გაიხედა და გამოიხედა კოლექტივი დაიშალა, არავინ მომკითხავი აღარ იყო ამ ზღვის, ზოგმა ხელი მოხვია და სულ ეს ჩემი ეს ზღვარი, ზოგმა რაქნა, ზოგმა რაქნა. შესაბამისად, ის ხალხი, ვინც დღეს არის ფერმერი, თუნდაც 2000 სული ზღვარი ყავს, იმას არ აქვს არანაირი განათლება, თუნდაც ტექნიკური აი ამ სფეროში. და ბევრს საერთოდ განათლება არ აქვს და ბევრმა წერა-კითხვა არ იცის. შესაბამისად, ძალიან საჭირო და აუცილებელია დაიგეგმოს რაღაც მიზანმიმართული პროექტები, რომლებიც აი ასეთ ფერმერებს, ვისაც საკუთარი საქონელი ყავთ, მათ ჩაუტარდეთ პატარა გადამზადება, მაგრამ ეს გადამზადება არ უნდა მოხდეს რაღაც თბილისში ჩამოყვანილი რაღაც სემინარი ბაზალეთზე წაიყვანე ან რაღაც ისეთი რა. იქ უნდა მოხდეს რაღაც ჯგუფი, რომელიც თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ვეტექიმი, რომელსაც ცოდნაც აქვს და გამოცდილებაც, თვითონ ფერმერებთან რაღაც ვთქვათ შაბათ-კვირას ვიკენდზე გავიდნენ ამ ხალხთან ერთად გაიარონ ეს ყველაფერი. მაყურებლის დარია მოусმინოთ და დაგიბრუნდებით. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ძალიან საინტერესო საკითხზე საუბრობთ და ძირითადად თქვენ სადაგ თქვენ ბაზა მეცხვარეობის თუშეთში?
არა, თუშებში არა, ჩვენ მე პირადად დედოფლისწყაროში გვაქვს ჩვენ ფერმი. დიახ. ხო და ქართულს ხო არის აი ეს გარდა იმისა რომ ცხენიანობა აქვს აი უკან დუმასთან დაკავშირებით არა? კიდევ გააჩნია ნაზმატყლიანობა არის. ხომ ასეა მე დაახმები თუ არა? არა ქალბატონო. არა, არის ახლა მე ჩახედული ვარ მაგამ ბავშვი ძალიან რომ ესე იგი ძალიან ნაზმატყლიანიც არის და არის კიდევ ბატერიის ის რო იქცევა ბატერისა რო ჩამოიქნება ხოლმე. ესეთი არის და ნაზმატყლიანიც ბევრი არის. აი მერინოსიც აგვაქვს. არა, მერინოსები შემოიყვანეს საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ ეგ პროექტი ჩავარდა. და ძალიან მაინტერესებს, აი ჯამრულიძე სად არის, თუ იცით? ბატონო? ჯამრულიძე სად არის? ლევანი ჯამრულიძე. არის ნუ? ვინ არის ეს? არ ვიცი სამწუხაროდ. აი თუშეთში იყო მეურნეობის დირექტორი მამამისი. და თვითონ ახალგაზრდა ბიჭი იყო და დაწყობოდა ხოლმე ზემოთ ალვანში და საერთოდ სოფლებში დღესასწაულებზე. და ძალიან ჩახედული იყო ამ საქმეში. ლევან ჯამრულიძე. მადლობა ქალბატონო, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. თუშური ცხვრის ჯიში არის უხეშ მატყლიანი, არ არის ის ნაზმატყლიანი. არსებობს აქ შემდეგ გამოიყვანეს სხვადასხვა მეცნიერება ქართული ნახევრად ნაზმატყლიანი ჯიში, მაგრამ მოკლედ რო ვთქვათ, მატყლის ათვისება, რეალიზაცია რამდენად ხდება, ბევრი მეცხვარე აღნიშნავს, რომ ყრიან ხშირ შემთხვევაში. რა სიტუაცია ამ კუთხით? სამწუხაროდ მატყლის პრობლემა გვაქვს ზუსტად მას შემდეგ რაც ისევ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ანუ ბაზარი ჩვენ გქონდა რუსეთში გადიოდა ქართული მატყლი ჩინელების მოსაქცევას შესაკერად. ხოლო ამის შემდეგ უკვე აღარ მომხდარა არა თუ რუსეთში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც გადიოდა და არსად არ გადიოდა ამის შემდეგ. მხოლოდ იყო აზერბაიჯანი, სადაც გადიოდა როგორც სახალიჩე მატყლი. ეხლა მთავარ პრობლემას გეტყვით მატყლის ინდუსტრიაში რა გვაქვს ჩვენ. ჩვენ ვიძახით რომ გვაქვს თუშური ჯიში. გვაქვს თუშური ჯიში, რომელსაც უნდა ქონდეს რაღაც კონკრეტული დამახასიათებელი უნდა ქონდეს ამ მატყლის. შესაბამისად, ეხლა ჩვენ ისეთ მდგომარეობა არც სელექცია ხდება, არც კაცი შულმა არ იცის ეს სხვარი, რომელია თუშური, რომელია მერინოსი, იმიტომ რომ კომუნისტების დროს რომ მერინოსები შემოიყვანეს, ისინი პირდაპირ დაურიეს თუშურ ცხვარში და ცდილობდნენ რომ ეს მერინოსი უნდა ეარა როგორც თუშურს და შესაბამისად მიეღოთ უკეთესი მატყლი, რაც არ მოხდა. და ეხლა არის უკვე ეს ყველაფერი აღრეული ერთმანეთში. ამიტომ ვერც კლიენტს ვერ თავაზობთ კონკრეტულად, რომ აი არის მიკრონების მიხედვით 31 მიკრონი, 32 მიკრონი. კლიენტი რო წერს სიტყვაზე უცხოელი წერს, რომ მე გეკითხება, რომ აი თქვენ რა მატყლი გაქვთ. მე ვერაფერს ვერ პასუხობ, იმიტომ რომ ერთი ანალიზიდან, 1 კილოგრამის ანალიზიდან ჩვენ მივიღეთ 4 სხვადასხვა მიკრონი და ეს ხდება თითოეულ ფარაში. ყველგან ეს მდგომარეობა არის. გადაცემის დასრულებამდე 5 წუთი რჩება, რამდენიმე კითხვა დარჩა და მოკლედ შევეხოთ. დედოფლისწყაროსთვის რა როლი ჰქონდა მეცხვარეობას და ამ ეტაპზე რა სიტუაცია არის? დედოფლისწყაროში მარტო ჩემს სოფელში, არბოშიკიდან ვარ მე. არბოშიკში იყო 40,000 სულამდე ცხვარი და სულ ყველა იყო ადგილობრივი მეცხვარეები. პაპაჩემიც მეცხვარე იყო და ადგილობრივები იყვნენ სულ ყველა მეცხვარეები. დღეის მდგომარეობით დედოფლისწყაროში იზამთრებს დაახლოებით 300-350 სული ცხვარი და აქედან არც ერთი არ არის ქართველი მწყემსი, არც ერთი არ არის ჩვენებული. აი, ქიზიყენ მწყემსზე ვიძახი. საერთოდ არავინ არ არის. არადა ამ დროს ტერიტორიები ჩვენია, ჩვენ გვეკუთვნის, ბევრს აქვს დღემდე ის ტერიტორია, ისაძოვარი და ფერმა მათია, მაგრამ ის გაქირავებული აქვს. სამწუხაროდ კი ეს საქმე არის ძნელი საქმეა, მაგრამ მე მგონი ჯობია უკვე რომ ქვეყანაში ნელა-ნელა რაღაც თანამედროვე ტექნოლოგიებზეც გადავიდეთ და უფრო მეტი საშუალება შეექმნება. ძალიან კარგი თემას შეხე. გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი ეროვნების ხალხი ფინანსურ სარგებელს ამით ნახულობს და საკმაოდ ძლიერად ცხოვრობენ, ხომ არ არის კიდევ საფრთხე, აი წეგან ახსენე რომ იქ ოჯახებით ცხოვრობენ, თქვათ ფერმებში და ისინი მრავლდებიან.
ხომ არ არის საფრთხე სასაზღვრო რაიონისთვის, თქვენ ხო არ ხედავთ საფრთხეს, როდესაც სასაზღვრო რაიონისთვის მასიურად ხდება ასე მოძლიერება აზერბაიჯანის უცხოეროვანი ადამიანების თქვათ ამ ტერიტორიების დაკარგვის ან სხვადასხვა საფრთხეების თუ ხედავთ თქვენ იმაში რომ ესე მძლავრდებიან და ქართველების როლი მცირდება ამ ზოგადად რო ვთქვათ რა თქმა უნდა ეგ საფრთხე არის და ეგ საფრთხე ამაზე უნდა ჩვენ ვფიქრობდეთ ყოველ დღე არა რაღაც გადაცემაში ან რაღაც ბოდიში ჭყალებში ვთქვა ბირჟაზე რო თემა ჩამოვარდება არამედ ამაზე ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ და ყველანაირად უნდა ვცდილობდეთ რომ იმ ტერიტორიაზე სადაც ჩვენ მამაპაპა დადიოდა რაღაცნაირად შევინარჩუნოთ მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რაღაც ძალდატანებით ეს უნდა მოხდეს ჩვენი რაღაცა შრომით რომ რაღაცას იმ ტერიტორიაზე რო გავაკეთებ და იმ რო სახლი გაქვს და არ დაცლი და არ გამოიქცევი სიტყვაზე ტარიბნიდან და არ გამოიქცევი რაღაც იმიდან თუშები რო აილაგონ და წამოვიდნენ და აღარ ჩავიდნენ კასრისწყალზე ის ტერიტორიაც აბსოლუტურად გახდება სხვადასხვა ნაცია არ არის მარტო აზერბაიჯანის საუბარი იგივე ინდოელი იყიდეს ვიღაც არაბი იყიდეს ვიღაცა იყიდეს თქვენი შეფასებით წყენსების დიდი რა პროცენტია წყენსების არაქართული დაახლოებით 75% მე გეტყვით დაახლოებით 120.000 სულამდე ცხვარი მაქსიმუმ არის ქართველი ეროვნების წყემსების და მეპატრონეების ხელში მაგრამ იმასაც ეტყვი დაახლოებით 60-70% აი ამ ტერიტორიების რაც საძოვრად იყენებს ცხვარი არის ქართველი ეროვნების მოქალაქეების ხელში მაგრამ შემდეგ ისინი აქირავებენ უკვე სხვებზე გადასარეკი ტრასების რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო ამ მხრივ რა ვითარება მოკლედ არაფერი არ არის წინსვლა 3 წელია ერთ და იგივე ადგილს ვტკებნით მოკლედ ეგრე არის თუმცა ჩანს პერსპექტივა არ ვიცი პერსპექტივას ვცდილობთ რომ გამოსცეს მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხედავთ უკვე დიდი ხანია მტაცებლების კონსერვაციის პროექტის ფარგლებში ცხვრის შემკრები მობილური მოწყობილობა გადაეცა ვეტერანთა ასოციაციას თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენად კარგი პროექტი იყო ეს პრაქტიკულად გამოსადეგი იყო პრაქტიკულად გამოსადეგარი არ არის იმ კუთხით რომ საკმაოდ ძვირია თვითონ ეს დანადგარი ეს მოწყობილობა რასაც გლეხები ნამდვილად ვერ გადაიხია 20 და 25000 დოლარს ასეთ მოწყობილობაში ვერანაირად ვერ გადაიხდის თორე ძალიან კარგია, ძალიან პრაქტიკულია და მაგალითად ინგლისიდან არის ჩამოტანილი მე როგორც ვიცი და იქ ნამდვილად გამოსაყენებელი. კი ბატონო, მოკლედ რომ თქვათ ამ სიტუაციის გამოსწორების კუთხით თქვათ რა იმედები შეიძლება არსებობს, აუცილებლად ალბათ უნდა დაიწიოს გადასახადები და კიდევ რა უნდა ახალი ტექნოლოგიები უნდა შემოვიტანოთ და ახალი ჯიშების უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ აი ამ საძოვრების და აი ამ პრინციპი რაც გვაქვს ჩვენ მეურნეობის არის ფაქტობრივად ორგანული მეურნეობები რომელიც გაცილებით ძვირი ღირს მისი პროდუქტი ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი სერტიფიცირება გავუკეთოთ ამაში დაგვეხმაროთ სახელმწიფო და ამ კუთხით მოვიძიოთ ბაზარი მით უმეტეს ევროპაში თუ ჩვენ თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოვაწერთ ხერხს გაცილებით მეტი და დიდი ბაზარი და დიდი პოტენციალი გვექნება დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის ჩვენი დრო სამწუხაროდ დამოიწურა შეგახსენებთ თქვენ უყურებდით დედოფლის წყაროს საათს მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ და ერთი კვირით დაგემშვიდობებით ერთმანეთს კვირას 17 საათსა და 30 წუთზე შევხვდებით დღევანდელი გადაცემის განმეორებითი ჩვენება კი შეგიძლიათ იხილოთ დღეს ღამის პირველის ნახევარზე. მადლობა.